გაფრთხილებული ვიყავ სასტიკად რა შემოყარა რომ ტელევიზია არ უნდა მოვიდეს ახლა რატო ვიკბინებით თუ რა მოკლედ ესეც კუდიგორის მთის გაგრძელებაა მარჯვენა მხარე აქაც მოჭრილია მთა და ფერდიც ჩამოჭრილია ამ მთის ძირში ამ მოჭრილი მთის ძირში სასტუმროს და ღვინის საწარმოს აშენებენ წილოსანები ქართული ოცნებიდან პარლამენტის წევრის ნინო წილოსანის ბიძაშვილზე გვანცა წილოსანზეა გაფორმებული აქაურობა საბუთებით არ მტკიცდება, რომ აქაურობა ნინო წილოსანს ეკუთვნის და არა მისი ბიზნესების მმართველ ბიძაშვილს. მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ მკაცრად დაცული მწვანე ზონის, ტყის მასივის დაუფლება და იქ მშენებლობის უფლების მიღება ოცნების სპიკერის გავლენის გარეშე შეძლეს მისმა ნათესავებმა. დღეისათვის მოჭრილ მთაზე რკინა-ბეტონით უკვე მოწყობილია საცურაო აუზი. პროექტის მიხედვით აქ კიდევ 6 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. წილოსანები ილიას ტბის პირას 3 ჰექტარს ფლობენ. იმას, რაც დღეს მათი სამშენებლო მოედანია, ადრე ასევე ტყის სტატუსი ჰქონდა. ეს მამულები 2018 წელს საბაზრო ღირებულებაზე ბევრად იაფად, კვადრატული 5 ლარად იყიდეს. ეს დამახინჯებული ლანდშაფტი კანონის იგნორირების, საკუთარ ბიზნეს მადაზე მორგების კლასიკური მაგალითია.